მოგესალმებით მეგობრებო და დღეს თემატურად მინდა თქვენთვის გავაკეთო საჯარო გაშლა რა წაიღო თქვენთვის დაბნელების კორიდორმა და რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში. გაშლა იქნება ერთ ვარიანტად, არაფერზე არ იფიქროთ, უბრალოდ მოდუნდით, ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, მოდუნდით და დავიწყოთ. აი ამ დაბნელების პერიოდმა რა წაიღო თქვენი ცხოვრებიდან? წაიღო ის ემოციები, როდესაც იყავით უკმარისობის შეგრძნებით. როდესაც თქვენ ვერ იღებდით ნებისმიერ ემოციას, რაც უნდა მიგეღოთ თქვენი გაწეული ენერგიის სანაცვლოდ. ეს იქნება სიყვარული, ეს იქნება სამსახური, სადაც შესაბამისად არ გაფასებდნენ. ეს იქნება პარტნიორული ურთიერთობა, სადაც თქვენ ვერ მიიღეთ ის ემოციური სისავსე, რომელიც თქვენ გჭირდებოდათ და რომელსაც თქვენ იმსახურებდით. მიდის აი ამ დაბნელების კორიდორიდან აი ეს უკმარისობა, აი ეს იმედგაცრუება, რაც თქვენს რეალობაში იყო. რა მიდის კიდევ აი ამ დაბნელების კორიდორში თქვენი ცხოვრებიდან? რა მიდის? მიდის თქვენი ცხოვრებიდან ვერ შესრულებული გეგმები. თუ თქვენ აქამდე ვერ შეძელით, რომ რეალობაში მოგეყვანათ აი ეს თქვენი გეგმა და მიზანი, რომელიც გქონდათ, აუცილებლად წავა ეს ვერ შესრულებული მიზანი და საფუძველი ჩაეყრება ახალ გზას. თქვენი ცხოვრებიდან მიდის აი ეს დაღლა, აი ეს ტკივილი. ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება აი ამ პერიოდში აწუხებდა სახსრები, კისერი, თავის ტკივილი. თქვენი ცხოვრებიდან მიდის სწორედ აი ეს ავადმყოფობა. თქვენი ცხოვრებიდან მიდის აი ეს ყველა ტვირთი, რომელიც თქვენზე იყო მხოლოდ და მე აქ ვხედავ, რომ იმაზე მეტი ტვირთის ტარება გიწევდათ, ვიდრე თქვენს ფიზიკურ და მენტალურ სხეულს შეეძლო. მიდის ყველა ის ვალდებულება, რომელიც თქვენ ძალიან გლიდათ და გაწუხებდათ, ფიქრები, რომელიც მოსვენებას არ გაძლევდათ და გტანჯავდათ. თქვენი რეალობიდან მიდის აი ეს ყველაფერი ნეგატიური, რაც თქვენს რეალობაში არსებობდა და სიმძიმის შეგრძნებას ბადებდა თქვენს ფიზიკურ თუ სულიერ სხეულში. რა მოდის მაშინ, ნახოთ, რა მოდის თქვენს ცხოვრებაში აი ამ დაბნელების კორიდორის გასვლის შემდეგ? რა მოდის? თქვენს ცხოვრებაში მოდის სტაბილური ცხოვრების დასაწყისი. შეიძლება ზოგიერთისთვის ეს ოჯახს უკავშირდებოდეს და თქვენ შეძლებთ, რომ პასუხისმგებლობები, რაც თქვენ გაქვთ საკუთარ თავზე აღებული, წარმატებით განახორციელოთ, თუმცა ეს უკვე თქვენთვის დამღლელი კი არა, ბედნიერების მომტანი იქნება. ზოგიერთ თქვენგანს თუ ორსულობა სურდა, თუ შვილების ყოლა სურდა, თქვენ ეს შანსი მოგეცემათ, თუ შვილებთან დაკავშირებით რაღაც გაწუხებდათ, თქვენ ბედნიერი დედა იქნებით ბედნიერი ქალი თქვენი პარტნიორის
გვერდით, თუ სამსახური ამბავი გაწუხებთ, მეგობრებო, თქვენ შეიძლება წამყვანი როლი დაიკავოთ თქვენს სამსახურში, სადაც ნამდვილად თქვენი შრომა იქნება დაფასებული და ეს ფინანსურ ენერგიაზეც აისახება, რაც აქამდე თქვენ არ გიფასდებოდათ და ფიქრობდით, რომ ვერ მიიღეთ აქამდე თქვენი გაწეული შრომის საფასური, თქვენ ეს ახლა აი ამ დაბნელების პერიოდში ნამდვილად გელოდებათ. და ერთი არკანით კიდევ ვნახოთ, რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში. მეგობრებო, თქვენი ისეთი გონება გაქვთ, რომ მოვა ინსაიტი, როგორ უნდა მოიქცეთ. შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს მამაკაცი დაეხმაროს, შეიძლება გვერდით დაგიდგეთ ისეთი მამაკაცი, რომელიც იქნება საკმაოდ განვითარებული, საკმაოდ წარმატებული და მისი მეშვეობით აისრულოთ ყველა ის სურვილი, რაც თქვენ გსურდათ. თუ ზოგიერთი თქვენგანი მამაკაცთან ნაჩხუბრები ხართ პარტნიორთან, აუცილებლად გელით აქ ახალი ეტაპი და შერიგება, სადაც იქნებით ბედნიერი, ნამდვილად თვითკმარი ქალბატონი. დიახ, მეგობრებო, თქვენ გექნებათ ის ყველაფერი, რაც თქვენ გსურდათ. მინდა შეხედოთ არკანს, შეიგრძნოთ აი ეს ენერგიები, რაც აი ამ არკანზეა და თქვენ სულ მალე გადახვალთ სწორედ აი ამ ქალურ, თვითკმარ, ბედნიერ ენერგიებში. მე კი გემშვიდობებით, მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად, მე კვლავ დაგელოდებით კომენტარებში დიდი სიყვარულით. დროებით.